წელს ჩვენი თემა არის ის გასტრონომიის ნაწილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მდგრადი გასტრონომია. მდგრადი გასტრონომია არის საქართველოსთვის და ზოგადად მსოფლიო გასტრონომიისთვის მომავალი. ეს არის ნარჩენების მართვა, ეს არის ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება, სეზონური პროდუქტების გამოყენება და 20 წლის პანდემიამ აჩვენა, რომ ეს გახდა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი. თუმცა სულ ვამბობ, რომ ჩვენ ფაქტიურად უბრუნდებით ჩვენს ფესვებს მდგრადი გასტრონომიასთან მიმართებაში, ვინაიდან საქართველოს და ისევე მსოფლიოშიც ჩვენი წინაპრები ამას ითვალისწინებდნენ და მაგალითად, როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა გადავყაროთ საკვები და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ არ დავაბინძუროთ გარემო, ჩვენ ქართულ გასტრონომიაში გვაქვს ეგეთი კერძები, როგორც არის მაგალითად კუპატი ან სხვა, როდესაც თუნდაც ფხალი, როდესაც ქართველები მთლიანად იყენებდნენ მთელ მცენარეს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ნარჩენების გადაყრა. წლევანდელ წელს დაემატა GastroTalks არის ესეთი, სადაც ჩამოდიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები, რომლებიც არიან დიდი პორტალების დამფუძნებელი, ესპანელი, ფრანგი, უნგრელი და ჩვენ ვისაუბრებთ ზუსტად მდგრადი გასტრონომიის მომავალზე საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველო იქნება ამის ავანგარდში და დღეს მსოფლიო უყურებს ამას და თვითონ მიშლენმაც როგორც მოგეხსენებათ დააწესა მწვანე ვარსკვლავი. თვითონ ეს თემა სრულიად ახალი არის, ვინაიდან სულ სადღაც 7-8 წელია რაც ამაზე სოფლიო დაიწყო მდგრადობაზე საუბარი, თუმცა პანდემიამ აჩვენა, რომ მოხდა წვეტა პანდემიის დროს ტრანსპორტირებაში გაჩნდა პრობლემები და მსოფლიომ გადახედა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის და სასარგებლო არის ჩვენთვის, ვინაიდან თქვათ იგივე სეზონური პროდუქტების მოხმარება, სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ ღმერთმა ისეთი ჭეშმარიტი სიზუსტით და ჰარმონიით შექმნა სამყარო, რომ საჭირო რომ ყოფილიყო, ბანანები გაიზრდებოდა ისლანდიაში და მარწყვი მოვიდოდა 12 თვის განმავლობაში. ამის ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ თუ ჩვენ სეზონურ პროდუქტებს მიმართებთ ადგილობრივი მოხმარების ადგილობრივად ნაწარმოები პროდუქტები, ეს ბევრად უფრო ჯანმრთელია ჩვენი ორგანიზმისთვის და ბევრად უფრო კარგად გრძნობს ადამიანი მსგავსი ტიპით და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროდუქტების გადაყრა წარმოიდგინეთ, რომ 30% მთელი მსოფლიოში პროდუქტები იყრება, როდესაც შესაძლებელია და ჩვენ ვიცით, რომ მილიარდობით ადამიანი შიმშილობს და შეიძლება და ეს იმითი განსხვავდება, თქვათ, სხვა მწვანე ინიციატივებისგან, რომ მდგრადი გასტრონომია შესაძლებელია, რომ მომხმარებლისგან წამოვიდეს, ანუ მომხმარებელი იყოს ამის ინიციატორი. ჩვენ მაცივარში გამოვიყენოთ მაქსიმალურად ყველაფერი, რაც არის რესტორანში, როდესაც შევად დავინტერესდეთ რა პროდუქტს მივირთოთ, იმიტომ რომ როგორც ვიძახი, ალერგია 21 საუკუნის დაავადება და ეს ზუსტად არის ჩვენ კვებასთან დაკავშირებული. ირაკლი, გასტრონომიული კვირაული, გარდა იმისა, რომ ძალიან საამაყოა იძლევა უცხოელი შეფების დაუშვათ ჩამოყვანის და მათი გაცნობის საშუალებას, პარალელურად მათთვისაც არის შესაძლებლობა, რომ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს. აი, როგორი არის ხოლმე მათი შთაბეჭდილებები? რამდენად ვითარდება ჩვენი სამზარეულო და მათი შეფასება როგორი არის, აი, იმ პროგრესთან, სახეცვლებებთან, იგივე ფეხის აწყობასთან, თქვათ, მდგრადობის გამოწვევებთან მიმართებით? ვითარდება, რა თქმა უნდა და თვითონ საინტერესოა, ვინაიდან ეს მდგრადი გასტრონომიის საფუძვლები და თვითონ პრინციპი მაგალითად აძლევს მიშლენის ვარსკვლავს სანამ ძალიან ცნობილ შეფებს, რომ თავიანთი გემოები გადმოასხვაფერონ და ქართულ პროდუქტებს შეუსადაგონ. არ ვიცი, მაგალითად თუ უნდათ ფეტას ყველის გამოყენება, აქ იყენებენ იმერეულ ყველს. თუ რაღაცა პესტოს იყენებდნენ თავიანთ სამზარეულოში, აქ იყენებენ თქვათ აჯიკას. და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ისინი იყენებენ ადგილობრივ გემოებს, ადგილობრივ პროდუქტებს, თუმცა თავიანთი რეცეპტის მიხედვით. რაც როგორც მოგეხსენებათ, ეს ვახშმები არის სულ კოლაბორაციები ქართულ შეფებთან ერთად და ფაქტობრივად ერთგვარი ვორქშოპები არის იმისი, რომ ჩვენ დავინახოთ ჯერ როგორ მუშაობენ ესეთი მაღალი რანგის შეფები, სადაც ეს ინდუსტრია განვითარებულია და მეორეს მხრივ გავზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, რაც მათ უკვე ძალიან კარგად აქვს და ჩვენც ვთვლი, რომ უკვე საქართველომ ძალიან დიდი გზა გაიარა და მსოფლიო გასტრონომიაში მონიშნული არის და ეგ უნდა აღნიშნო, რომ წელს მაგალითად პირველი წელი არის, როდესაც მოგეხსენებათ რთულია ამ შეფებთან კომუნიკაცია, არის აგენტებს ვქირავობდით და წელს მაგალითად ჩაერთო
გასტრონომიის და სოფლის ტურიზმის ასოციაცია ქეთიკვიჩის და დადუნა გლონტის სახით და მათ შეძლეს მოეწვიათ ძალიან მაღალი რანგის შეფები, ექსპერტები და სასიხარულო იყო, როდესაც ისინი გასტროკურიულს ახსენებდნენ, უკვე მათ იცოდნენ ამ ფესტივალის შესახებ და ყველას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რაც ასახავს იმას, რომ საქართველოს გასტრონომიულ რუქაზე უკვე არის მონიშნული და ჩვენ წინ მივიწევთ. აი უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, თქვათ იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც მოიცავს წლევანდელი კვირეული, აი რა არის დაგეგმილი ამ დღეების განმავლობაში? რა არის იცი შთამბეჭდავი და განსხვავებული? წელს ისევე როგორც წინა წელს გასტროკურიულმა მიუერთა საქართველოს 18 ივნისი არის მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე. წელს 18-ში გაიხსნება გასტროკურიული კახეთში, ბოდბეში გავხსნით აი ამ დღის აღსანიშნავად, სადაც ფრანგი ძალიან ცნობილი მიშლენის ვარსკვლავსანი შეფი 4 ხელში მოამზადებს ვახშამს და შემდეგ ეს გაგრძელდება უკვე თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც მოხდება ერთობლივი ვახშმების განხორციელება. აქვე კიდევ ხაზს გაუსვავ, რომ ჩამოდის 5 ძალიან ცნობილი ექსპერტი, ბლოგერი, ჟურნალისტი. ერთ-ერთი მათ შორის არის სებასტიან რიპარი, მასზე ესეც ამბობენ, რომ ის ყურში უჩურჩულებს შეფებსო, იმდენად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, მას მე შევხვდი ბათუმში და ზუსტად ისიც ესე ძალიან უყურებს ამ ინდუსტრიის განვითარებას, ვინაიდან თვითონ ეს ინდუსტრიაც განვითარების პროცესში არის, დღეს სახეცვლილება არის, იცვლება თვითონ გასტრონომია, შეფები ძალიან ცნობილები გახდნენ, როდესაც თქვათ სულ რაღაცა 10-15 წლის წინ არ იყო ესეთი პოპულარული ეს პროფესია და კიდევ შაბათ დღეს, პარასკევ დღეს იქნება ესეთი ძალიან საინტერესო გასტროთოქს, სადაც ეს ექსპერტები უკვე მოყვებიან, აი რა გამოცდილება არსებობს, საქართველოს რა პერსპექტივა აქვს იმაში, რომ თქვათ გასტრონომიაში თავითი ადგილი დაიკავოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად გასტროტურიზმის მიმართულებით, იმიტომ რომ დღეს უკვე აი მაგალითად ევროპელ თუ სხვა ტურისტებს გაუჩნდათ ეს სურვილი, რომ იმოგზაურონ იქ, სადაც არის ეს ავთენტურობა შენარჩუნებული, სადაც არის ადგილობრივი კულტურა და ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, რომ გასტრონომია არის ნამდვილად ჩვენი იდენტობის, ჩვენი ავთენტურობის ნაწილი. ირაკლი, აი წელს მეოთხე ტარდება კვირეული და ეს სამწლენი გამოცდილება ერთგვარად უკვე დაგროვდა, გარკვეული შეჯამების საშუალებასაც იძლევა. აი როგორ შეაფასებდით ამ განვლილ სამ წელს? ჩვენ ადრეც გვისაუბრია, რომ ეს ორგანიზების თვალსაზრისით კვირეული არის საკმაოდ რთული. ერთი არის, რომ დაითანხმო, მოანდომო ამ შეფებს ჩამოვიდნენ, გამოყონა ამისთვის დრო და მეორე გაწერო დეტალურად ეს ყველაფერი, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთულია პროგრამა. აი როგორი არის თქვენი გამოცდილება უკვე? პოზიტიურია ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ჩვენი სიხარული ზუსტად მანდ არის ხოლმე, როდესაც შედეგს ძალიან სწრაფად ხედავთ. აქ უკვე არ ხედავთ ჩვენ, რომ შეფები გარკვეულწილად ამაგ მიმართულებით ცვლილებები შეაქვთ თავის სამზარეულოში. ძალიან ბევრი ქართველი შეფი მიდის უკვე თავის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზოგადოებრივ მედია წერს პროფესიული ქართულ გასტრონომიაზე, ინტერესი გაჩნდა, მათ აინტერესებთ. ადრე თუ ეს ზედადრები ზედაპირული იყო და შემოიფარგლებოდა სიტყვაზე ვამბობ ხაჭაპურით ან ხინკალით, რაც ძალიან კარგია და ჩვენი იდენტობის ნაწილი არის, დღეს უფრო ღრმად უყურებენ, მათ დააინტერესათ რეგიონალური სამზარეულოები, რაც არის თქვა ჩვენი რეგიონების წარმომადგენელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მოხდა შიგნით ჩაშლა ჩვენი გასტრონომიის, ვინაიდან ის ძალიან მდიდარია, ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს და მთავარი არის ის, რომ ჩვენ გავხდეთ ამ სოფლიოს ნაწილი გასტრონომიის კუთხით, რაც გვაძლევს ჩვენ იმ შესაძლებლობას, რომ სოფლიოში კიდევ ერთხელ გაჟღერდეს საქართველოს მტრობ დამერწმუნებით, რომ მე არ გამიგი ადამიანი, რომელიც საქართველოში არ ჩამოსულა და სამზარეულოზე არ უთქვია, რომ ეს არის რაღაცა განსაკუთრებული. ამიტომ ამ თვალსაზრისით ვითარდება ძალიან ბევრი ახალგაზრდები წამოვიდნენ და წელსაც ჩვენ მაგალითად ახალგაზრდა შეფებზე გავაკეთეთ აქცენტი, რომლებიც ითვისებენ საერთაშორისო და ქართულ გამოცდილებას ერთად და ხდება ამისი გაერთიანება და ესეც არის მიზანი, რომ ერთის მხრივ ჩვენი ავთენტური სამზარეულო შენარჩუნდეს, იყოს ისეთი და გავიხსენოთ როგორი არის და შევინარჩუნოს და მეორე გააცოცხლდეს და ახალი სამზარეულო მივიღოთ, ახალი ქართული სამზარეულო მივიღოთ, რაც უკვე იქნება მსოფლიოში და საქართველოში პოპულარული.